საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გაგზავნა. საიას თავმჯდომარის თამარ ონიანის თქმით, საქმე 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. საია დავობს, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, როგორიცაა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, არაეფექტიანი გამოძიება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება. 2025 წლის 12 იანვარს ახლობით ხამის პირველ საათზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის უფროსი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ემუქრებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაშიც გაგრძელდა. მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ დღეს მედიასთან იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა. კონკრეტულად ბატონი ბჟალავა, რომელიც აცხადებს, რომ დამკავებელია მზია ამაღლობელის კადრებზე ზუსტად ჩანს, რომ იგი არ აკავებს, საერთოდ არ მონაწილეობს მზია ამაღლობელის დაკავებაში და უკვე დაკავებულ მზია ამაღლობელს მიყვება უკან და შედის შენობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას შემდგომ, რაც მზია ამაღლობელს შეიყვანენ. ასევე გებუაძის მონაკვეთია მნიშვნელოვანი, სადაც იგი ამბობს, რომ თითქოს როდესაც ინციდენტი მოხდა მზია ამაღლობელთან, იგი დარჩა აქციაზე და არ შეყოლია მზია ამაღლობელს, თუმცა კადრები არსებობს, როგორ შეყვა ეზოში, როგორ აგინებს მზია ამაღლობელს. კიდევ არაერთი გარემოება არსებობს დარღვევის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მათ შორის ბორკილების ეპიზოდი, როდესაც მზია ამაღლობელს უკან ქონდა დამცირების მიზნით დაადეს ხელბორკილები და ამით არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. შესაბამისად ამ ყველა დარღვევაზე უკვე გაგზავნილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე და შემდგომში კიდევ ერთი საქმეც მომზადდება, რომელიც გაიგზავნება. სტრასბურგის სასამართლო მზია ამაღლობელის ორ საქმეს უკვე განიხილავს. პირველი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ეხება, სადაც სახელმწიფოს პოზიციაზე საიამ წერილობითი შეპასუხება წარადგინა. მეორე საქმის საჩივარი კი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ სავარაუდო დარღვევებს მოიცავს, რაც ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. როგორი იქნება პროცედურები მესამე საჩივრის შემთხვევაში, საიაში დღეს ეს საკითხიც განმარტეს. რადგანაც არსებობს კონკრეტული ვადები ევროპული სასამართლოს პროცედურების მიხედვით, მაგიტომ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ რომ დაველოდოთ ახლა ევროპულ სასამართლოს რომ დაარეგისტრიროს ეს კონკრეტული მესამე უკვე აპლიკაცია მზია ამაღლობელთან მიმართებით და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იქნება მეორე სტადია, ეს იქნება კომუნიცირების ეტაპი, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, როდესაც ევროპული სასამართლო გაუგზავნის სამართლებრივ კითხვებს სახელმწიფოს და შემდეგ უკვე მოსთხოვს მას, რომ წარმოადგინოს კონკრეტული შეპასუხება, ასე ვთქვათ, ჩვენს აპლიკაციასთან მიმართებით. მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გაკეთდა ქართულ ოცნებაში. ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელის უფლებები დაირღვა. ეს არის ტკნარი სიცრუე, ამაზე ლაპარაკობენ უცხოელი აგენტები. ეს არის ტკნარი სიცრუე, ხო? სამი სარჩელი ჩავარდათ უკვე გვარსები, ხო? რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ყველა მეცით იცის, რომ ხალხის თვალწინ ჩაიდინა კონკრეტულმა ადამიანმა კონკრეტული ქმედება, რასაც მიეცა დანაშაულის კვალიფიკაცია, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც იდენტურ ქმედებებს ასევე მიეცა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია, შეეფარდათ ადამიანებს პატიმრობა, დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაციები, რაც არის უბრალოდ სამარცხვინო. სახაროვის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს სტიკერის გააკვირისთვის ადმინისტრაციული წესით და შემდეგ კი ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის აქციაზე სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ბრალდება შედარებით ნაკლებად მძიმე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა. ეს მუხლი არასაპატიმრო სასჯელებსაც ითვალისწინებს, თუმცა სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.